მართლა დაგაძლევთ გაგახაროთ ყველას უსურვებთ სიკეთეს, ბედნიერებას, უსურვებ მშვიდობას, იმედს, სიყვარულს და რა თქმა უნდა უსურვებ იმას, რომ მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის ყოველთვის. უმადური ადამიანი საერთოდ უკვე მოღალატეა პოტენციალური. დღეს უმადური ხვალ მოღალატეა. და ყოველთვის ეხნება მის სურვილი, რომ ვინც სიკეთე გაუკეთა, სამაგიერო გადაუხედოს მას და შურიძიოს მას. ვინც სიკეთე გაუკეთა, ყოველთვის უმადური ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცით ნიშანი მოუგოს მას, ვინც მას სიკეთე გაუკეთა. იმიტომ რომ უმადურობის ნიშანი თვითონ თავის თავზე ჩაქრობადი ბოღმა არის. ამიტომ ესე რომ არ მოხდეს, უნდა მადლობდეს ღმერთს, პირველ რიგში ღმერთს. აი ზოგჯერ მეუბნებიან რომ მადლობა მამაო. მე ნუ მეუბნები მადლობას მეუბნები. მადლობა უფალს. ჩვენს იესო ქრისტეს. მადლობა ღმერთს, ზეცას მადლობა, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. და მე თუ საჭიროა ის მადლობა ჩემთანაც მოვა, სხვა ადამიანთანაც მივა. და ნუ ითხოვ მადლობას ადამიანთაგან. ითხოვე რომ მან მადლობა პირველ რიგში უფალს შესწიროს. როდესაც ადამიანი არ აკეთებს განსხვავებას და დიფერენციაციას იმას შორის რა იყო და რა არის და სხვაობას არ აკეთებს იმას შორის რაც იგი რამ მდგომარეობაშიც იყო და რამ მდგომარეობაშიც არის. ეს მის სულიერ განუვითარებლობაზე, სტაგნაციაზე მიუთითებს. ადამიანი რომელიც არ აკეთებს განსხვავებას მის ყოფილ მდგომარეობასა და აწინდელ მის აწმულ მდგომარეობას შორის, რომელიც ღმერთმა მას მისცა და რომელსაც იგი უნდა მადლობდეს, მათ შორის შრომის იარაღ მოძღვარსაც, ხო, რომელიც უფლის შრომის იარაღია, ესე უხეშად ვთქვა, სიმბოლურად ვთქვა, ხო, რომელიც არ აკეთებს და არ ცდილობს, რომ მადლობით გადაუხადოს უფალს, მადლობით შესწიროს, ადიდებდეს, უფალს ჩვენგან არაფერი არ ჭირდება, იგი თვითკმარია. მადლობას შესწირებდეს მას, ისევ მისთვის, რომ ლოცვით მადლობას შესწირებდეს, სხვა არაფერი უფალს არ ჭირდება ჩვენგან. რათა ისევ და ისევ თვითონ სიხარული მიიღოს. ესეთი ადამიანი თუ ამას არ აკეთებს, ვიძახი იმას, რომ ესეთი ადამიანი ძალიან ბევრ ვთქვათ, მისი სულიერობა საკმაოდ ბევრ განხილვას, სულიერ კურნებას და გარჩევასა და ასე ვთქვათ, დამოძღვრას საჭიროებს. როგორ უნდა მოიქცეს მომავალში, რომ არ გაიყინოს და არ დაიბლოკოს მისი განვითარება. მაგრამ როცა ადამიანი მადლობელია ღვთისა, რა თქმა უნდა, მოძღვრისაც, ადამიანებისაც, რა თქმა უნდა, უმადური ადამიანი ვის უყვარს? უმადური ადამიანი ცოდვილ ადამიანს ვერ აუტანია და სული წმინდა გაჩერდება მასთან და ფარველი ანგელოზი? რა თქმა უნდა, მადლობდეს ღმერთს ყველაფრისათვის. მაგრამ ფონად აუცილებლად ამ მადლობის აუცილებელი არის და სავალდებულო და აუცილებელი პირობაა ლოცვა. არა უბრალოდ ლოცვა, არამედ მოუკლებელად ილოცება. მუდმივი ლოცვითი მდგომარეობა, მოუკლებელი ლოცვა მადლობის ფონზე. და ხო ის აუცილებლად შედეგად ყოველივე ამისა შემდეგ უფლისაგან მოდის უდიდესი სიხარული, მეტაფიზიკური სიხარული. სიხარული მიუწვდომელი, მაგრამ მისაწვდომი, ტრანსცენდენტული, მაგრამ იმანენტური. სიყვარული და სიხარული პირველ რიგში უმიზეზო, მაგრამ მიზეზი ამისა არის ზეცა. და ამიტომ ყოველგან არსს, ყოველწევრი აღავსებს. ეს სიხარული მოუკლებელი და ლოკაცია არ აქვს ამას, სადაც იქნება, ყველგან მოგწვდება, ყველგან გიპოვნის უფალი და ყველგან გიპოვნის მისი სიხარული და ყოველგან მოვა. მაგრამ როგორც აღნიშნეთ, თუ ადამიანი არ არის მადლობელი ღვთისა და არ არის, ასე ვთქვათ, უფლის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი ერთგული, მაშინ იგი ეწინააღმდეგება ღმერთს, მაშინ იგი აუქმებს ღვთაებრივ დავალებას მასში მყოფ ღვთაებრივ დავალებას, რომელიც მიეცა ღვთისაგან, რომ იყვენით სრული და მამალი თქვენი ზესოთაას, რომ ღვთაებრივი დავალება, რომელიც მიეცა მას, რომ განლოს მიწიერი სარბიელი ისე, რომ მთელი მისი სარბიელი მიწიერი ღვთის სადიდებლად იყოს და სული საცხოვრებლად იყოს. მართლაც საოცრებაა, რომ ადამიანს ღმერთი წყალობს, არაფერს არ აკლებს, ყველაფერს აძლევს. მამა რო არ ზრუნავს და დედა ისე ზრუნავს უფალი ჩვენზე, თავის შვილებზე და ადამიანი
სამადობელ ლოცვასაც არ შესწირავს მას. ადამიანი მას და მის მოვლინებულ თუნდაც მოზღვარს, ხო, ღვთისაგან მოცემულ მისთვის მოზღვარს სამადობელსაც ლოცვასაც არ შესწირავს. სამადობელ მადლობის კეთილგანწყობილ ვერბალურ გამოხატულებასაც კი არ გააკეთებს და პირიქით, არამედ პირიქით გადაუხდის სამაგიეროს, შურს იძიებს, ნუ სიმბოლურად ვიძახი ყოველთვის ესეთი ფორმა არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ანტაგონიზმი და წინააღმდეგობის კოეფიციენტი აქვს იმისა დმი, ვინც ღმერთთან მიიყვანა, ვინც ასწავლა ლოცვა, ვინც მიიყვანა ღმერთთან, ვინც რაღაცა სითბო, სიყვარული და სიკეთე აჩვენა. არა, მიუხედავად იმისა, რომ იმსახურებს, იცის, რომ საჭიროა, მაგრამ ვალდებულად არქლის ესეთი ადამიანები თავს სამადლობელი ლოცვა, სამადლობელი ნიშანი, ვერბალური, აზრობრივი, საქმითი, აზრით, სიტყვით თუ საქმით, მადლობა გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. ჰოი უმადურებაო, ჰოი ბოღმა და გაუცხოება, სიცივე და უნდობლობა და დაუნდობლობაო. და პრინციპში უნდა ითქვას, რომ ნათქვამი ამაზე, ხო, მეტარ ხარ თქვენ, ამიტომ თუ მოგიძულნენ თქვენ. სახელის ეჩებისათვის. ეს არა მარტო მოუქცეველ ადამიანებს ეხება, ეს მრევლსაც ეხება, რომლებიც შინაგანად სიძულვილს ატარებენ ზოგი და ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულში, რომ შინაგანად ანტაგონიზმს, წინააღმდეგობას საკუთარი თავის სხვის ფონზე манипуляციის დემონსტრაციას, დაუფარავად დემონსტრაციას, სივსისხლიანობისა, გულისხმობისა, დაუნდობლობისა, თანაგანუცდელობისა, უსიყვარულობისა, უპასუხისმგებლობისა, საერთოდ გაუცხოებისა. ნეტარ ხარ და მადლობა ამისათვისაც ღმერთს, მადლობა ამისათვის, რომ ესეთ კარგ გამოცდილებას გვაძლევს ესეთი ხალხი. რა გამოთხოვ სხვას, თუ კი მრევლი არ იქნება სიყვარულით ახსავს. რა გამოთხოვ იმას, ვინც ჯერ კიდევ მოქცეული არ არის, როცა თვითონ მრევლი არ არის სამაგალითოდ სიყვარულისა, სითბოსა და გულისხმის ყოფისა და იმ ქრისტიანული სტანდარტებისა და რეჟიმებისა, რომელსაც უფალი გვავალებს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ახლა კრებითად ყველაზე არის და თქვენ, მაგრამ ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ. ყველას გვეხება ეს, მეც მეხება, სხვასაც ეხება, ყველა ადამიანი პრინციპში ჩვენ ნაკლოვანებებში ჩახედვა და გულის სიღრმეში გარჩევა შავისა და თეთრისა, მარჯვენისა და მარცხენისა, კეთილისა და ბოროტისა არასდროს არ გვაწყდეს და იდენტიფიკაცია რა არის. ამიტომ მინდა ამ ოჯახსაც და ყველას უსურვო ის, რომ ყოფილიყოს მუდამ ლოცვით მდგომარეობაში, მუდამ მადლობდეს ღმერთს და სიხარული არ მოკლებოდეს. გვახარებს უფალი სულ რითი, თავისი უბრალოებით, თავისი მორიდებულობით. მორიდებულია ეს ანთროპომორფული ტერმინი გამოვიყენოთ. უფალი მორიდებულია. უფალი არ აძალებს, უფალი არ ძალადობს ადამიანზე, არ ტანჯავს მას, არ ძალით არ შეაგდებს სიყვარულის სივრცეში, ძალით არ შეაგდებს და შეყრის ყველას როგორც ყაზარმაში. უფალი არის კომენდანტი, რომელიც ყველას ერთად შეყრის სადღაც და ერთად ყველას რაღაცა სამოთხეში ძალით ამყოფებს. არავის არ უნდა, უკვე აქ იწყება ეს სამოთხე. ზუსტად იმ სიყვარულით, გულისხმიერებით, პასუხისმგებლობით, საპასუხო მადლობითი სიყვარულით. ძალით არა, მორიდებულია უფალი, გადახრის, პატივცემს ადამიანის თავისუფლებას, მოუწოდებს, მიმართავს. მაგრამ არ აძალებს, არ ძალადობს თავისუფლებას. მით უმეტეს ჩვენ უღირს და უვარგის შრომის იარაღებს, მოზღლებს შეგვიძლია მოუწოდოთ, მაგალითი უჩვენოთ, სევდა და ნოსტალგია გამოვხატოთ, ტანჯვა და განცდა გამოვხატოთ ესეთი ადამიანების მიმართ და მათი მდგომარეობის თანატანჯველნი, მათი მდგომარეობა ჩვენვე გვამძიმებდეს. შეგვიძლია ეს განვიხილოთ ხოლმე, ეს განვიცადოთ, იმიტომ რომ სხვისი ბედნიერება გვინდა ჩვენ. მაგრამ სხვისი უბედურება არ შეიძლება ჩვენი ბედნიერება იყოს და არც ჩვენი ბედნიერება იყოს შეიძლება და უნდა იყოს სხვისი უბედურება, ხო? შენ რომ კარგად იქნები, ის არის შენი ბედნიერება. შენ რომ მადლობელი იქნები, შენ რომ მოყვასი იქნები, შენ რომ
თანაგამცდელი საპასუხო სიყვარულის გამცემელი და თვინიერი და ლმობიერი და კაცთმოყვარე და სახიერი და ასე ვთქვათ უფლისადმი მიმდობელი მსგავსი უფლისა მადლით იქნები ის არის ჩვენი სიხარული თორე ჩვენ რომ თავისთავად მარტო იზოლირებულად ჩაკეტილად კარგად ვიყოთ ეს იგივე არაც მარტო წიროთ ვეზიაროთ და სახში წავიდეთ ჩვენ ვეზიაროთ და ხალხი არ ვაზიაროთ წავიდეთ ჩვენ ხალხისთვის არის ეს მრევლისთვის არის ეს აი დღესაც წირვა რომელიც ჩავატარეთ ათეულობით ადამიანი ეზიარა და მადლობა ღმერთს რომ პირველ რიგში მე კი ვეზიარე ჯერ როგორ სამგლო პირი მაგრამ ხალხისთვის არის მრევლისთვის რომ ისინი წავიდნენ წინ ისინი გაიხსნა სულიერობაში თორემ ქრისტიანობა ეს არის ჩაკეტილი ელიტარული მოძღვრება რაღაცა თვითკმარი იზოლაციონიზმი რომელიც შეიძლება მე ვეზიარე წავედი სახში გამოვიხურე და არაფერი კარები დავიხურე და წავედი სახში ვეზიარე და თქვენ კარგად ბრძანდებოდეთ ქრისტიანობა ეს არის შემიძლია მაგრამ ვალდებული არა ვარ და კარგად ბრძანდებოდეთ მუშემაწუხებთ და მუდამვლით ახლა თქვენი თავი არ ამოქვს ეს არ არის ქრისტიანობა ამიტომ ამას იმიტომ ვამბობ რომ პირიქით უფლის სიტყვები მახსენდება რომ ეხლა უნდა დაიღვიოთ თქვენ რომელიც თქვათ მომძულებული იქნებით სახელისა ჩემისათვის ხო ღვთის სახელის გამო ის დისკომფორტი რომელიც ხდება მიწიერ სივრცეში ეს ნიშნავს იმას რომ ახლო ვართ ჩვენ სასუფეველად ანუ ვისაც ღვთის სახელის გამო დისკომფორტი ხდება ამ სოფელში ამ ქვეყანაში ის იმის ფასი დიდი არის მომავალში სასუფეველად სათასი და ის ასე ვთქვათ ახლო არის უკვე ღმერთთან და ის ღმერთი მასთან ახლოს არის და მასხოვარი მას განსაკუთრებით წყალობს და მას განსაკუთრებით მხედველობაში ყავს უფალს და განსაკუთრებულად დიდ მადლს მისცემს მას ამიტომ მეტად განვიზრახოთ მოდით მეტად განვიზრახოთ ის რომ განუშორებლად ვიყოთ ღვთის სიყვარულში მადლობდეთ უფალს და უწყვეტად ვილოცოთ მოუკლებლად ან უწყვეტად ვილოცოთ თორემ ისე გადის ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცის წლები ისე მისდევს დღეს კვირებს თვეებზე წლებს დაჩქარებულ ამ სივრცესა და დროში ნაკადისა რომ წლიდან წლამდე ადამიანი ზოგჯერ მცირე წინსვლასაც არ განიცდის ნახტომები და თემის გადაადგილებები არ გვინდა ჯერ მცირედ წინ წავიდეთ კენჭები გადავაადგილოთ მცირე ასე ვთქვათ ნაბიჯებით წინ წავიდეთ რომ ავიცილოთ ის სასჯელი ცოდვის გამო, გაუცხოების გამო, სიცივის გამო, უნდობლობის გამო, უსიყვარულობის გამო, უმადურობის სასჯელი ავიცილოთ. და პირიქით მადლი მივიღოთ ღვთისაგან. ამას გისურვებთ გამოჯახსაც ვისურვებთ რომ შეუნდოს ღმერთმა ყველას ჩვენს ყველა შესაძლებლად მოუნანიებელი ადამიანი და მოუნათლავი ადამიანი ვითარდება. მოუნანიებელი ადამიანის სრემლები ეს იგივე მეორე ნათნობაა წმინდა მამები ამბობენ. მონანიებული ადამიანისა მოინანიებს მისი სრემლები. ეს არის მეორე ემბაზი, მეორე ნათნობის სრემლები. მოვინანიოთ ჩვენი უცოდველი და უშეცდომო და ფეხდაუცდელელი ვინ არის, ხო? მაგრამ სულ და ვევედროთ, მიხსენიმე ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი. აქ წყალი ეს არის რომ ერთაგან უხილავთ ერთაგან მოვლენილი ცდუნებები და ნიაღვარი განსასწრებისა. ცდუნებათა სიღრმე კი ისეთია დღეს ჩვენს ამ პოსტტოტალიტარულ სივრცეში რომ თუ არ წაგიღო, მადლობა უნდა თქვა. წინააღმდეგობა თუ გაუწიე და კიდევ ადგილზე დგეხარ და სარწმუნოების ღუზა გაქვს და ღმერთს მიენდე და არ წაგლეკა ამასოფლის ბოროტება, მადლობა უნდა თქვა რომ დგეხარ და სარწმუნოებაში უცვლელი რჩები და წინ მიდიხარ სულიერად. ცდუნების წყლება რო არ წაგვიღოს, ამიტომ ვამბობ რომ და არ მისვდეს ჩვენს სულს, სამშვიდობოსა და ხორცს. უნდა ვეცადოთ რომ შევინარჩუნოთ სტატუს კო სიმძიმის ცენტრი სულიერი, რომ ყოველივე წუხარება, ამასოფლის პრესი, დომინირება, ეს დეპრესია, ეს კრიზისი, ეს საოცარი წინააღმდეგობა დღევანდელი აი ნეგატივისა გადავლახოთ. ავკრათ რა თქმა შურმან, სახლისა შენისამან შემჭამა მე და ყვედრებანი
მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს შენ ზედა გავიხსენოთ ამობს დავით წინასწარმეტყველი როდესაც უფალმა იერუსალიმის ტაძრიდან ვაჭრები გამოასხა იოანესაგან სახარება გვეუბნება გაახსენდათო მოწაფეებს წერილი სიტყვები შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე ბოღმა შურმა აქ რა თქმა უნდა იგულისხმება კეთილი საღვთო შური მოვიდა რა უფალი ყველაფერი აღასრულა ყველაფერი ასწავლა რაც დაკრებული ჰქონდათ ღვთისმცნებათა შესრულების მხრივ ამაზე მეტიც ასწავლა ყოველივე მოგცა ჩვენ მაგრამ ბოღმიანმა ხალხმა უფალი იმის მიმართ რომ მადლობა ეთქვათ და ღმერთი ედიდებინათ ქრისტე მიეღოთ იმის მაგერად სამაგიერო სიკეთის და სასწავლებისა კურნევისა და მტრების გაცოცხლებისა და ყრუებისა და ბრმებისა და ასე შემდეგ მუნჯების განკურნების მაგივრად და კეთროვანების განკურნების მაგივრად შურიანი და ბოღმით აღსასე ხალხმა ჯვარსაცვა ქრისტე ამიტომ მეტიც ასწავლა ვიდრე იმსახურებდნენ ვიდრე დაიტევდნენ მაგრამ უმადურობა ჰოი როგორ ბოღმით და შურით აღსავსეა ღვთის წინააღმდეგ მიუხედავად ამისა ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს შენ ზედაო ეგ წინასწარმეტყველებაც არის წინასწარმეტყველად ამბობს აქ ქრისტე მართლაც ვითით რომ უფალმა უამრავი დამცირება და ყვედრება ითვირთა ჩვენი ცხოვრებისას ნუ ფსალმუნები ქრისტეს წინასწარმეტყველებს ასე რომ აი ესეთი ძალიან დიდი სულიერი თვინიერება და თავდაბლობა გვმართებს ჩვენ სხვანაირად არაფერი არ გამოვა ამიტომ მოდით ვილოცოთ მეტი ამიტომ რომ არა დაგავიწყდეთ ყოველთვის ადამიანი უკეთესი უნდა გახდეს ვიდრე არის და არა უარესი და მადლით მიემსგავსოს ღმერთს მადლობდეთ ლოცულობდეთ ვიხაროდეს საზრუნოებაში გავძლიერდეთ იმედში მხნეობაში და სასუებაში და სიყვარულში გავძლიერდეთ და მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იქნება აუცილებლად თქვენ ყოველთა თანა მიყვარხარ გლოცავთ